Დაბრუნდა თუ არა სამეგრელოში ახალაიების და ქარდავას ეპოქა. ენერგოპრო ჯორჯიას ბილინგ მენეჯერი ლაშა კილასონია წალენჯიხის პოლიციას სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. ის იხსენებს, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს, აღიარებითი ჩვენების მიცემას კი სწორედ ძველი მეთოდებით აიძულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში მოკვლევა დაწყებულია. შემიხსნეს ქამარი, ჩამიწიეს შარვალი და დამაგდეს ძირს, რომ აპირებდნენ ჩემს გაუპატიურებას. ენერგოპრო ჯორჯიას ბილინგ მენეჯერი ლაშა კილასონია წალენჯიხის პოლიციის განყოფილების 4 თანამშრომელს ცემასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. ლაშა კილასონია, რომელიც 8 სექტემბერს ვიქტორ ბელქანიასთან ერთად წალენჯიხაში დააკავეს, ყვება, რომ ნარკოტიკების შეძენა მოხმარების საქმეზე მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას პოლიცია სწორედ ამ გზით ცდილობდა. ბრალდებული ყვება, რომ მუქარის შემდეგ ბრალი აღიარა, თუმცა მეორე დღეს ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ რეალური ჩვენება მისცა. სახეზე მეტყობოდა ნაკაწრები, ასევე შესიება, მქონდა ტკივილები ყურის არეში, ასევე მუცელზე მქონდა შეწითლებები. მოახდინეს ჩხრეკის ოქმის გაყალბება, წამიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც მოიპოვეს ჩემი აღიარებითი ჩვენება, იყო გაუპატიურების მცდელობის შედეგად. ეს მოხდა ყველაფერი. ასევე ჩემთან დაკავებული ვიქტორ ბელქანიაზე დაკავებისას მოახდინეს ფიზიკური ზეწოლა. ვიქტორ ბელქანია ჩვენებაში ამბობს, რომ ლაშა კილასონიას ნარკოტიკი მართლაც ამოუღეს. მისი მეზობლები კი აცხადებენ, რომ პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ ვიქტორ ბელქანია ნაცემი იყო და პოლიცია მასზე ზეწოლას კრიმინალური წარსულის გამო ახდენს. თვითონ კრიმინალური წარსული აქვს ამ პიროვნებას და ჩემი აზრით აშანტაჟებენ ამასაც, რომ ტყუილი თქვას. პოლიცია აშანტაჟებს, აბა არც ამას ქონია, არც იმას და საიდან მოვიდა. ძალიან იყო ნაცემი და თვითონ სახეზეც აღინიშნებოდა ის ტრამვა. მეკნი იქონდა მოტეხილი, ქონდა შერყევა. ბელქანიებმა დღეს კილასონიას ბრალდებები უპასუხოდ დატოვეს და მედიის მიმართ აგრესიულები იყვნენ. გამორთეთ და სხვა ნახეთ რა საქმე რა ძალიან გთხოვთ რა. მიბრძანდით ეხა. ნარკოტიკული ნივთიერება მორფინი შტრიხ-კოდით 33.91.09.12, რომელიც საქმეში დევს და ოფიციალური ვერსიით კილასონიას ჯიბეში ედო, ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით წალენჯიხის რაიონულ საავადმყოფოს ეკუთვნის და ამას შეპესეს ზუგდიდ ფარმაციას მიერ გაცემული დოკუმენტი ადასტურებს. ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც კილასონიასგან ამოღებული, მხოლოდ და მხოლოდ არის წალენჯიხის ცენტრალური საავადმყოფოს კუთვნილება. სავარაუდოდ საავადმყოფოსგან პოლიციამ გამოიტანა აღნიშნული მორფინსამპულები და ჩაუდო კილასონიას. წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს მფლობელი სამედიცინო კორპორაცია ევესტში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. ამბობენ, რომ ფაქტი სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ და გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში ნებისმიერმა თანამშრომელმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. ლაშა კილასონია კი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკულ ნივთიერებასთან შეხება არ ქონია და ამის მტკიცებულებად ქრომატოგრაფიული გამოკვლევა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც მის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა მას, რომ არანაირი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედება არ გააჩნდა, თუმცა პროკურატურა მიუხედავად ამისა გაასაჩივრა აღნიშნული ნარკოლოგიური დასკვნა, ჩატარდა ქრომატოგრაფიული გამოკვლევა და დადგინდა, რომ ამ პიროვნებას ნარკოტიკული საშუალება არ მიუღია. ცემეს თუ არა კილასონია პოლიციელებმა და ადგილი ჰქონდა თუ არა მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობას, ამის გარკვევა ტევესამმა წალენჯიხის პოლიციაში სცადა, თუმცა უშედეგოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ საქმეზე მოკვლევას სამინისტროს გენინსპექცია დაიწყებს. ჩაატარა ამ თემასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, ხვალიდან დაიწყო გენინსპექცია მოკვლევა და ძალიან დაიბაროს და დამოკიდა. ცემისა და სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით ლაშა კილასონიამ, რომელიც სასამართლომ 7,000 ლარიანი გირაოთი 10 სექტემბერს გაათავისუფლა, პროკურატურას უკვე მიმართა. საქმის დროულად გამოუძიებლობის შემთხვევაში ბრალდებული იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.